ერთკვირიანი პაუზის შემდეგ შაბათის მარში განახლდა. დღევანდელი პროტესტი სახელწოდებით თავისუფლება ელენეს და სინდისის პატიმრებს ელენე ხოშტარიას ეძღვნება, რომელსაც გასულ კვირას წელიწადნახევრიანი პატიმრობა კალაძის ბანერზე წარწერის გამო მიუსაჯეს. სახელმწიფოს უმოქმედობა უდრის დაკარგულ სიცოცხლეს. დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს კანცელარიიდან დღესაც არავინ გამოხმაურებია. ისინი კობახიძესთან შეხვედრას 5 დღის ვადაში ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების სხვა ფორმაზე გადასვლას გეგმავენ. უკვე თვეებია მშობლების შულებისთვის სასიცოცხლო და აუცილებელი მედიკამენტის შემოტანას ითხოვენ. მოზარდი ბიჭის მუქარა გოგოს მიმართ სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც სავარაუდოდ არასრულწლოვანი სახეს იფარავს და გოგონას, რომელიც ასევე სავარაუდოდ არასრულწლოვანია, დანის ამოღებით ემუქრება. უცნობია სად და როდისაა გადაღებული კადრები და მოხვა თუ არა მას რეაგირება. ირანის გამუდმებული თავდასხმების ფონზე ზელენსკი დღეს სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩავიდა. ტურნე არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დაიწყო და კატარით გაგრძელდა. პირველ პირებთან შეხვედრების შემდეგ დოჰაში ხელი მოეწერა თავდაცვის სფეროში 10 წლიან შეთანხმებას. მას შემდეგ, რაც ირანმა ყურის ქვეყნების დაბომბვა დაიწყო, უკრაინელი სამხედრო ექსპერტები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შაჰიდების მოგერიების გამოცდილებას უზიარებენ. სავარაუდოა, რომ სანაცვლოდ უკრაინა არაბული ქვეყნებიდან თავადაც მიიღებს დახმარებას.